შეუძლებელია შტაბ-ბიჭდება არ შექმნოდა გუშინ მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, რომ ასეთი პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია. პრინციპში ამ შტაბ-ბიჭების შექმნას ხელი შეუწყო მინისტრის პირდაპირმა განცხადებამ. მე ვიყავი ის ადამიანი, ვინც მას ასეთ შეკითხვა დაუსვა, რომ რისთვის შევიკრიბეთ დღეს რა მოლოდინი უნდა გქონდეს ის, რომ ეს გადაწყვეტილება უკვე მიღებულია ორი უნივერსიტეტის გაერთიანების შესახებ და დღეს შევიკრიბეთ, იმიტომ რომ პოსტფაქტუმ ვიმსჯელოთ, როგორ ხორციელდება ასე პროცედურულად ეს პროცესი, რა პლუსები და მინუსები აქვს, რა გამოწვევები აქვს ამ პროცესს, თუ თავად ეს გადაწყვეტილება შეიძლება გახდეს რევიზიის საგანი. მინისტრმა ამ კითხვას ძალიან ბუნდოვნად უპასუხა, პრაქტიკულად ვერ გავიგეთ ვერაფერი, მაგრამ შემდეგ აუდიტორია არ მოეშვა, ისევ დატრიალდა ეს შეკითხვა და აქ უკვე მინისტრი იძულებული იყო მკაფიო პოზიცია გამოეხატა, გამოეთქვა და მან თქვა ერთმნიშვნელოვნად, რომ ეს არის მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება უკვე მიღებული ამ გაერთიანების შესახებ. და ახლა ჩვენი მიზანია გავმართოთ დიალოგი ამ უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან, როგორ განხორციელდეს ეს გაერთიანება, რათა ის იყოს მაქსიმალურად უმტკივნეულო აკადემიური პერსონალისთვის, სტუდენტებისთვის, სასწავლო პროგრამებისთვის და ასე შემდეგ. ანუ ეს შტაბ-ბიჭდება სულად მკაფიო იყო გუშინდელი შეხვედრიდან. მე სხვა შორის ცოტა ადრე მომიწია წამოსვლა, მერე თითქოს შეარბილა მინისტრმა თავის პოზიციები, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს პოზიციების შერბილება უბრალოდ იყო მისი ემოციური გადაღელობის შედეგი. შეხვედრა გაგრძელდა 5 საათზე მეტ ხანს და ლამის ისეთი როგორ გითხრათ, ლამის თხოვდნენ მინისტრს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლები, რომ ხელისუფლებას ეს გადაწყვეტილება უკან წაეღო. თუმცა ირაკლი ყობახიძის დღევანდელი განცხადება, ირაკლი ყობახიძის დღევანდელი განცხადება მხარდამჭერია ხელისუფლების მხარდამჭერი. ყობახიძის დღევანდელი განცხადება და განმარტება, რომ ჩვენ ვარჩიეთ ჯერ პრინციპული გადაწყვეტილება გამოგვეცხადებინა და შემდეგ დაგვეწყო ამაზე საუბარი, ეს მიანიშნებს კიდევ ერთხელ, რომ გადაწყვეტილება პრინციპულია, ანუ ის არ შეიცვლება. აი თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, სავარაუდოდ გუშინაც ითქვა, რომ ეს შეხვედრები გაგრძელდებოდა და გაგრძელდება, როგორ წარმოგიდგენიათ ახლა დიალოგის განვითარება, რა შეიძლება მოხდეს, იმიტომ რომ იქ საუბარია მინისტრის შეთავაზებაზე, რომ საორგანიზაციო ჯგუფი შეიქმნას, დაინიშნონ ახალი დროებითი მმართველები და რაღაც რეორგანიზაციის პროცესი, რომელიც შეიძლება 2 წელსაც გაგრძელდეს, წარიმართოს ორივე უნივერსიტეტში. მიც რა შესაქმე, ამ შემთხვევაში ჩემ პირად მოსაზრებას არ გამოვთქვა, მე მაქვს უფლება რომ ვისაუბრო საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, იმიტომ რომ ორივე უნივერსიტეტის ძირითადმა მმართველობითმა და წარმომადგენლობითმა ორგანომ, ეს არის სენატი, რომელშიც შედიან როგორც პროფესორ მასწავლებლები, ასევე ადმინისტრაციის წარმომადგენლები და სტუდენტები და ეს არის ასე წარმომადგენლობითი ორგანო, რომელსაც აქვს უფლებამოსილება, რომ უნივერსიტეტის სახელით მიიღოს გადაწყვეტილება. მას ორივე უნივერსიტეტის სენატმა ერთმნიშვნელოვნად მიიღო გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ ეს პროცესი შეჩერდეს, ამ გაერთიანებას არ გააჩნია არანაირი რაციონალური საფუძველი და მოკლედ ორივე უნივერსიტეტმა მთელი საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით გამოხატა თავისი ნეგატიური პოზიცია. ამიტომ თუ ხელისუფლების პოზიცია იქნება ის, რომ დიალოგი მოხდეს ამ გადაწყვეტილების მიღების ფონზე, ესე იგი ის, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვალოს და დიალოგი გაგრძელდეს, როგორ უნდა ახსრულდეს ეს გადაწყვეტილება, ეს უკვე იქნება უნივერსიტეტის მიერ მიღებული საკუთარი გადაწყვეტილების უარყოფა, რაც ღრმად არასერიოზულია. თქვენ ხედავთ ასეთ განვითარებას, მოვისმინეთ კიდეც რექტორების განცხადებები, განწყობა როგორი გაქვთ? იცით რა, რექტორების, განსაკუთრებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის პოზიცია
უახლოვდება იმას, ძალიან ახლოს არის იმასთან, რაც მე მოგახსენეთ, რომ ეს გადაწყვეტილება უნდა გაიწვიოს უკან ხელისუფლებამ და ეს ამ გაერთიანების შესახებ პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა გაჩერდეს და კი ბატონო დავიწყოთ დიალოგი, ოღონდ არა ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, არამედ მიღებამდე. ნუ ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის პოზიცია თლად ასე გამოკვეთილი არ არის, თუმცა ისიც გამოთქვამს მნიშვნელოვან წუხილებს, სხვა შორის მე უნდა გითხრათ, რომ გუშინ ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებიდან ერთიც კი არ აღმოჩნდა ისეთი, ვინც აი რეფორმის ასეთ სინამდვილეში დეფორმის ასეთ განვითარებას მიესალმება, ეს იყო ერთსულოვანი პოზიცია, მაგრამ იცით რა, მე გუშინაც თქვი, ჩვენ არ უნდა შევხედოთ ამ გაერთიანებას კონტექსტიდან ამოგლეჯილად. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ეს არის ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების გამოძახილია. ასე ვთქვათ, ამ ჭრილში უნდა განვიხილოთ ეს და ამ პოლიტიკას ძალიან მარტივად უნდა ეწოდოს ავტორიტარიზმის პოლიტიკა. სადაც კონტროლდება მათ შორის ერთადერთი სფერო იყო აკადემიური სფერო დარჩენილი, შეხედეთ რა დღეშია სამოქალაქო საზოგადოება, არასამთავრობო სექტორი, კრიტიკული მედია, თქვენ ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ. ძალიან მძიმე დღეშია, შევხედოთ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს, ისინი ანდაჭერილები არიან, ანდაჭერით ემუქრებიან. მოკლედ, ერთადერთი სივრცე, რომელიც ინარჩუნებდა დამოუკიდებლობას, კრიტიკულ ხედვას, თავისუფლებას, ეს იყო აკადემიური სივრცე და ამ ხელისუფლებას უნდა ეს სივრცეც მოგულდოს, ეს სივრცეც გააუქმოს. პრინციპში ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები უკვე გადადგა ხელისუფლებამ, აქ მინდა აქცენტი გავაკეთო გრანტების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანაზე, ეს არ უნდა გამოგჩეს ხედულობის არიდან, ჯერ ხელისუფლებამ გააფართოვა გრანტის ცნება და აქ გულისხმობა ნებისმიერი სახსარი ფულადი ან არაფულადი, რომელიც უცხოეთიდან შემოდის და ხმარდება განსაზღვრული აქტივობების განხორციელებას და მთავარი აქ რა არის, რომ ეს აქტივობები არ შემოიფარგლება მხოლოდ წმინდა პოლიტიკური ხასიათის აქტივობებით. ამ კანონ პროექტში, რომელიც პირველი მოსმენით უკვე მიიღო პარლამენტმა და მალე კანონად იქცევა, ესე იგი აქტიობად ასევე იქნება ნებისმიერი ისეთი საქმიანობა, რომელსაც საზოგადოებაზე ზეგავლენის მოხდენა შეუძლია, რომელსაც უბრალოდ ასეთი განზრახვა აქვს. ეხლა წარმოიდგინეთ, შეიძლება შეეხოს უნივერსიტეტებსაც. განსაკუთრებულად შეიძლება კი რა აუცილებლად შეეხება უნივერსიტეტებს, იმიტომ რომ უნივერსიტეტის სამივე მისია ეს არის ცოდნის გადაცემა, ანუ სწავლება, ეს არის ცოდნის წარმოება, ანუ კვლევა და რაც მთავარი ეგრეთ წოდებული მესამე მისია, რომელიც ითვალისწინებს უნივერსიტეტის მონაწილეობას ქვეყნის სოციალურ-პოლიტიკურ განვითარებაში, ეს სამივე მისია, განსაკუთრებით მესამე, გულისხმობს სწორედ სოციალურ ცხოვრებაში მონაწილეობას, საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებას, საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედებას, საზოგადოებაში არსებული განწყობების შესწავლას და მათ ასქვათ ტრანსფორმაციას და ასე შემდეგ. ანუ ეს ქართულიასობა ამბობს, რომ კარგი საქმისთვის, ასე ვთქვათ, გრანტებზე წინააღმდეგობა არ იქნება მთავარია მოგვთხოვოთ. ეს კანონი ამბობს, რომ ნებისმიერი თეთრი, რომელიც აი ამ ტიპის გავლენას ისახავს მიზნად, უცხოეთიდან შემოსული უნდა შეთანხმდეს საზოგადოებასთან. ამაზე უკაცრავად უნდა შეთანხმდეს საზოგადოებასთან, არა, შეთანხმდეს მთავრობასთან, ხელისუფლებასთან. ამაზე უფრო დიდი ავტორიტარიზმი აკადემიურ სფეროში არ არსებობს. უბრალოდ არ არსებობს. ეს არის, ასე ვთქვათ, ავტორიტარიზმის მწვერვალი, რომ იმიტომ რომ უნივერსიტეტები არ არსებობს ინტერნაციონალიზაციის კომპონენტის გარეშე, არ არსებობს საერთაშორისო პროექტების გარეშე, დონორების დახმარების გარეშე და შენ ნებისმიერი ასეთი პროექტი უნდა განახორციელო ხელისუფლებას და შეთანხმებით. რასაკვირველია, ხელისუფლება მხოლოდ ის აქტივობებს დაუჭერს მხარს და წაახალისებს, რომლებიც აკადემიურ აქტივობებს მათ შორის, რომლებიც მის მიმართ ლოიალურია, ხო მართალია, ხო გუშინ პრინციპში ეს დაადასტურა იყო ამ თემაზეც იყო საუბარი. კი, ეს იყო ჩემი გამოსვლის ძირითადი ტვირთი, ასე ვთქვათ, ძირითადი სათქმელი სწორედ ეს მქონდა. მე მინისტრმა ეს დაადასტურა, უბრალოდ თქვა ერთი საინტერესო რამ, რომ რა მოხდა მერე, ესე იგი ჩვენ ასეთ საერთაშორისო პროექტებს
პროექტებზე თანხმობას კონვეიერული წესით გავცემთო. ანუ პრობლემა არ შეექმნებათ უნივერსიტეტებს კვლევების განხორციელებისა და მხოლოდ ისეთ აქტივობებს დაბლოკავთ, რომლებიც ქვეყნის სუვერენიტეტს ეწინააღმდეგებოდა და ჩვენ ხო ვიცით რა ეწინააღმდეგება ქვეყნის სუვერენიტეტს მთავრობამ, ხელისუფლებამ, ქვეყანა და საკუთარი თავი ერთმანეთს გაუიგივა და ნებისმიერი კრიტიკა საკუთარი ფედერების მიმართ ჩათვალა ქვეყნის კრიტიკად, ხო? ამიტომ რასაკვირველია ეს არის მინიმუმ კონტროლ ქვეშ ექცევა ყველა დახმარება თუ ვერტიკალზე, სამთავრობო ვერტიკალზე, საუნივერსიტეტო სივრცის ჩამოკიდების აბსოლუტურად ბრუტალური პრაქტიკა. ბოლო კითხვას დაგისვამთ, გუშინ თქვენ ახსენეთ, რომ ადრე მოგიწიათ დატოვება ამ შეხვედრის, მაგრამ მინდა მაინც რომ შევაჯამოთ, თუ გაქვთ ინფორმაცია, თუ მოიკითხეთ გუშინდელმა შეხვედრამ, ზოგადად განწყობები რაიმე ფორმით შეცვალა თუ არა, მათ შორის სხვა პროფესორებში, ანუ უფრო იმედიანი გახადა თუ პირიქით, იმიტომ რომ მაგალითად სალომე დუნდუა საუბრობდა, რომ თავდაპირველად იყო კაფიოდ ნათქვამი, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, მაგრამ რაღაცნაირად შეჯამებაშივეც გამოიკვეთა, რომ შეიძლება იფიქროს სამინისტრომ, ანუ ხო, მაგრამ ჩვენ ხო ნახეთ დღეს კობახეთის განცხადება, რომელმაც გარკვეულია, ასე ვთქვათ, იმედის ნაპერწკალი, რომელიც შესაძლოა გაჩნდა ვინმე, ჩემში ნამდვილად არა, მიუხედავად იმისა, რომ ვიცი შემდეგ რა ხდებოდა ამ შეხვედრაზე და რა ითქვა და როგორ ითქვა, მაინც მე ვფიქრობ, რომ ეს არის აბსოლუტური ილუზია, რომ ხელისუფლება მზად არის შეცვალოს. სხვა ამბავია, რომ ის შეიძლება გახდეს მზად და ის შეიძლება აიძულონ გააჩნია წინააღმდეგობის მასშტაბს და პროტესტს, მაგრამ ჯერჯერობით ეს ასია, ეს პრინციპში დღეს კობახეთმა დაადასტურა, ასე რომ არ მივეცეთ ილუზიებს და არ ვთქვათ, რომ ხელისუფლება მზად არის ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე უკან დაიხიოს, უნდა გაგრძელდეს პროტესტი. კეთილი, მადლობა.